მიტოვებული ოთო დანელიას ნოველის მიხედვით. ანიმაცია შექმნა და გაახმოვანა ბარბარე ტყემალაძე, მასწავლებელი, ბარბარე აკოფაშვილი, მოსწავლე, რუსეთ ხატი. ისევ დააგვიანე? გადი, ნუღარ შემოდიხარ. მე ნუ მეპასუხები, მთელი კვირა აგვიანებ. მე გადი! მაღაზიის წინ ქალები შეგროვილიყვნენ. გაიგეთ ქალებო, ჩვენი სოფლის ბოლოს რომ ქალი ცხოვრობს, ერთი კვირის წინ სახიდან წასულა და მესამე კლასელი შვილი მარტო დაუტოვებია. ვინც ის უწესო იყო, ალბათ და გაეკიდა ვინმეს. ფუ, ამოუწყდა პატრონი. გათხოვდა? შეხედეთ, ისევ დააგვიანდა. მასწავლებელო, ამის დედა წავიდა და ვინ უნდა გააღვიძოს? სად წავიდა დედა შენი? მარტო ხარ? დიახ, მასწავლებელო. ღამე შუაში გადატეხვას აპირებდა. უნდა ვნახო, ვერ მოვისვენებ. სოფლის ბოლოს ტყის პირას ხის ძველი სახლის დანახვა მუხლებში ძალა წაართვა მასწავლებელს. ვერ დავბრუნდები, უნდა ვნახო. მასწავლებელო, თქვენ როდის მოხვედით? მე იცით მასწავლებელო, ზუხალ ღამე მარს ვთხოვე ადრე გავიღვიძებინე. არ მინდოდა თქვენი გაბრაზება. მე მაპატიე. რა მასწავლებელო? რომ გიბრაზდებოდი. მე ხომ ღმერთს ვთხოვე ადრე გამაღვიძოს. უკვე აღარ დავაგვიანებ მასწავლებელო. დღეს ჩვენ სკოლაში აღარ წავალთ. რატომ? მეც ვთხოვე ღმერთს რაღაც. მაგრამ რა მასწავლებელო? შენ რომ ჩემთან გეცხოვრა და სკოლაში ერთად გვეულო. მე? ჩვენ ახლა ქალაქში წავალთ. შენთვის ახალ კაბას ვიყიდით, ფეხსაცმელსაც, ჩათასაც. ღმერთი რა კეთილი ყოფილა მასწავლებელო. ძალიან კეთილი. კი, ჩემო პატარა, კეთილია ღმერთი. მასწავლებელო, რაღაც მინდა გთხოვოთ. თხოვე, რაც გინდა მთხოვე. შეიძლება ღმერთი დაგიძახოთ? მასწავლებელს არაფერი უყვარს. ვერც იტყოდა. ცრემლები ეძებდნენ კალაპოტს.